ღვიძლი არის ორგანო, რომელიც ყალიბდება ემბრიონში პირველად და ყველაზე ჩუმი, ყველაზე უთქმელი ორგანოა. მისი ფუნქციების მრავალფეროვნება არის საოცარი, 500-ზე მეტი ფუნქცია აქვს, მაგრამ მთავარი ფუნქცია მაინც არის ბარიერული ფუნქცია. ღვიძლი ფილტრავს სისხლს და პირველ რიგში შხამებს აცლის მას. ღვიძლში შედის 3 ნაკადი. პირველი ნაკადი ეს არის ლიმფური ჯირკვლებისგან ელენთის ზონიდან, მეორე ნაკადი არის ნაწლავებიდან. მესამე ნაკადი არის შარდ-სასქესო ორგანოებიდან. ეს ნაკადები ერთმანეთში არ ერევიან და გამოცდილი ეხოსკოპისტი უცებ მიხვდება, რომელი ზონა არის მეტად შხამის მომწოდებელი. ლიმფური ჯირკვლები, ნაწლავები თუ შარდ-სასქესო სისტემა. ღვიძლი, როცა ვერ ასწრებს შხამების განეტრალებას, ის ინახავს მათ. ქმნის ცხიმოვან წვეთს და მასში ათავსებს ამ შხამებს, რომ მერე, როცა შხამები ნაკლები იქნება, კიდევ ერთხელ მეორედ მიუბრუნდეს მათ და გაანეიტრალოს. სამწუხაროდ ადამიანები არ უსმენთ ორგანიზმს, სამწუხაროდ პრობლემებს შარდ-სასქესოში გინდა გნებავთ ნაწლავებში, გნებავთ ლიმფურ ჯირკვლებში, გონია რომ ჯადოსნური აბით გადავწყვიტავთ, ანუ გავაგრძელებთ ცხოვრების იმ წესს, რომლითაც ცხოვრობდით, ეს კვება იქნება, ძილი იქნება თუ სულ თქვა და ჩავყლაპავთ რაღაც ჯადოსნურ აბს და ეს მოგვარდება. და ამ ცდელობებში, ამ ჯადოსნური აბის ძიებაში გადის წლები, შხამი მატულობს და ღვიძლი უფრო და უფრო მეტ შხამს ათავსებს ცხიმოვან წვეთებში და ასე ყალიბდება ღვიძლის გაცხიმოვნება. ღვიძლის გაცხიმოვნება თვითონ როგორც ასეთი, რო ვთქვათ, რომ დიდი პრობლემაა ორგანიზმისთვის არ არის ნამდვილად, მაგრამ თუ ეს დიდხანს გრძელდება 2 კვირაზე მეტი, იწყება ღვიძლის სხვა ფუნქციების დარღვევა. პირველ რიგში ეს არის ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა. მარტივად რო ვთქვათ, პრედიაბეტის ჩამოყალიბება. და მხოლოდ მერე კუჭქვეშა ჯირკვალი გადაერთვება ინსულინის წარმოებიდან ზრდის ჰორმონის წარმოებაზე. კუჭქვეშა ჯირკვლის ენდოკრინული უჯრედები. ესეც დაცვითი რეაქცია და ყალიბდება დიაბეტი ტიპი 2. ამიტომაც ღვიძლის გაცხიმოვნებისას პირველი რაც უნდა გააკეთოთ, ეს უნდა კარგად გამოიკვლიოთ შარდ-სასქესო სისტემაში რა ხდება, ნაწლავებში რა ხდება და ლიმფურ სისტემაში რა ხდება. აღმოაჩინოთ შხამის წყარო, შარდ-სასქესოდანა, ნაწლავებიდანა თუ ლიმფური ჯირკვლებიდანა და რა თქმა უნდა, იმკურნალოთ თერაპევტთან ან ინტეგრაციული მედიცინის სპეციალისტთან და ღმერთმა არ დაგაჭირვოთ ვიწრო სპეციალისტი, იმედია თერაპევტი ან ინტეგრაციული მედიცინის სპეციალისტი ვიწრო სპეციალისტის გარეშე ამ პრობლემას, ესე ვთქვათ, მოგიხსნით ღვიძლის გაცხიმოვნებას. იყავით ჯანმრთელნი.